სულის რა საშინელი სნეულებაა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. იგი ამახს ართმევს ადამიანურ საქმეებში მოყვასის დახმარებასა და რჩევას. ხოლო ღვთის საქმეში, ხსნის საქმეში, მან ქედმაღალი ფარისევლებს წაართვა და ართმევს უძვირფასეს საგანძურს, ღვთის ზის მიერ ზეციდან მოტანილ საღვთო ნიჭს. წაართვა და ართმევს საღვთო გამოცხადებას და ამ გამოცხადების მიღებასთან შეერთებულ ნეტარ ურთიერთობას ღმერთთან. ფარისევლები საკუთარ თავს მხედველებად მიიჩნევდნენ, ანუ თვლიდნენ, რომ დამაკმაყოფილებლად და უმაღლეს დონეზე იცნობდნენ ღვთის ჭეშმარიტ შემეცნებას. არ სჭირდებოდათ არავითარი შემდგომი წარმატება და სწავლება და ამის საფუძველზე უარყვეს ღვთის შესახების სწავლება, რომელსაც უშუალოდ ღმერთი ასწავლიდა.